მოგესალმებით, კასპის ხმა. ჩვენი დღევანდელი სტუმარია კასპში მხატვარი ეკა მუხაძე. მოგესალმებით, ქალბატონო ეკა. თუ შეიძლება გვიანბეთ თქვენი პროექტის შესახებ. დიდი მადლობა წარდგენისთვის და შეკითხვის დასმისთვის. 20 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში არის ჩემი პერსონალური ნამუშევრების გამოფენა და 30 ნოემბრის ამ 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობს პროექტი, რომელსაც ქვია ხელის გული და რომელიც დღე გამოშვებით ანუ 22, ეხა 20-ში იყო 22, 24, 26, 28 და 30. აი ამ დღე გამოშვებით 4 საათზე გაიმართება სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობები. ეს პროექტი იმართება კულტურის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით. ასევე ჩვენი მხარდამჭერია კასპის მუნიციპალიტეტი, რომელმაც ჩვენ დაგვითმო ძალიან მნიშვნელოვანი სივრცეები. ეს არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი გამოფენისთვის და კულტურის სახლის ეს დარბაზი. მთელი აი ამ ხნის განმავლობაში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. და ეხლა ვისაუბრებ იმაზე, რომ ესე იგი, ეხლა დღეს ჩატარდა პრემიერა ანიმაციური ფილმის პატარა ხოჭოს დაბრუნება, რომელიც არის ელენე სებისკვერაძის ესე იგი ფილმი, ეს ელენე სებისკვერაძე არის რეჟისორი, პროდიუსერი, მხატვარი, მედია არტისტია ზოგადად, რომელმაც შექმნა ჯერ 1 წუთიანი ანიმაცია, ხოლო შემდეგ მას მიემატა 4 წუთიანი, ეს იყო პატარა ხოჭოს დაბრუნება და ამასთან დაკავშირებით ჩატარდა მასტერკლასი. მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, იმიტომ რომ პრემიერა მოხდა კასპში, საქართველოში, თუმცა ის არის მრავალი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე და ამავდროულად გამარჯვებულიც და ჩამოვთვლი, ეს არის კანადა, ნორვეგია, ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, ну აი უთვალავი ხორვატიაში ოქროს პრიზის მფლობელი იყო საერთოდ და ელენემ გაუზიარა აი აქ დამსწრე საზოგადოებას, უმეტესობა იყვნენ ბავშვები. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ მობრძანებისთვის. თუ აი ამ ზოგადად აი ამ ანიმაციის შექმნის თაობაზე და ასევე მინდა დავძინო, რომ ელენეს ჰქონდა აი ეს მსგავსი მასტერკლასი, მან გაიმეორა, ოდიკ ინგლისურ ენაზე იყო, ოსლოში, ესე იგი ნორვეგიის დედაქალაქში, ბიბლიოთეკაში ჰქონდა მას ესეთი მასტერკლასი და ასევე კალიფორნიაში იყო მიწვეული ასეთი ჩვენების ჩასატარებლად. ასე რომ დიდი მადლობა მინდა უთხრა ელენეს. ეხლა მე დაგიანონსებ თქვენ, რომ ჩემი ნახატე ნამუშევრების გამოფენის ფონზე, რომელიც არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ორშაბათს 4 საათზე ნაჩვენები იქნება კინორეჟისორ ლევან ანჯაფარიძის მხატვრული ფილმი მტერი ჩემი ძმა ჩემი, რომელიც მიძღვნილი არის აფხაზი და ქართველის მეგობრობაზე, ძალიან მნიშვნელოვანი ფილმია. შემდეგ დავაანონსებ, რომ ასევე უკვე დავაანონსებ, რომ შემდეგ იქნება ჩემი მხატვრის მასტერკლასი 4 შაბათს 4 საათზე და შემდეგ იქნება პრემიერა ასევე კინორეჟისორ ლევან ანჯაფარიძის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის საზღვრისპირა სოფელ ბოჟამზე და ასევე სამთავისზე, ძმები კარბელაშვილების შესახებ და ჩვენ პროექტს ავასრულებთ 30-ში, უკვე ეს იქნება ჩემი და კინორეჟისორ ლევან ანჯაფარიძის მასტერკლასი დისკუსიები ხელოვნების თემაზე და ასევე გავუშვებთ კოლაჟს შექმნილს კინორეჟისორ ლევან ანჯაფარიძის მთლიანი შემოქმედებიდან არის გაკეთებული ეს კოლაჟი. ეხლა მინდა ხაზგასმით გამოვყო ჩვენი უკვე ჩატარებული აქტივობა, რომელიც იყო 5 შაბათს. ჩვენი პროექტი გაიხსნა ლევან ანჯაფარიძის მუსიკალური კლიპით არა ომს. საერთოდ მთელ ამ პროექტს თან გასდევს, ყველაზე მნიშვნელოვან კონცეფციად, რომ ჩვენ ვემხრობით მშვიდობას,
და ვართ ომის წინააღმდეგი. გესალმებით ელენე, როგორც ვიცით, თქვენც ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ხართ. თუ შეიძლება რომ მოკლედ გვიამბოთ თქვენი ანიმაციური ფილმის შესახებ. დიახ, დიდი მადლობა პირველ რიგში ინტერესისთვის და ძალიან მოხარული ვარ რომ აქ ვიმყოფები და მქონდა შესაძლებლობა რომ პრეზენტაცია ჩემი პროექტის და ფილმის გამეკეთებინა კასპში. მინდა აღვნიშნო რომ ეს იყო ჩემი პირველი პრეზენტაცია გავაკეთე ამ პროექტის და ამ ფილმის საქართველოში ზოგადად. აქამდე ამ პროექტს და ჩემ ფილმს იყო უამრავ სხვა საერთაშორისო ფესტივალზე, ასევე აღებული აქვს უამრავი საერთაშორისო ჯილდო და ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო რომ დღეს მოხდა პირველად საქართველოში, კერძოდ კასპში ამის პრეზენტაცია და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მადლობა პირიქით თქვენ მობრძანებისთვის და ძალიან მიხარია რომ ეს ჩატარდა ესე ვთქვათ. რა მკითხეთ მაყურებელმა რომ უკეთ გაგიცნოთ, გთხოვთ გვიამბოთ თქვენი საქმიანობის შესახებ და თქვენზე. დიახ, მადლობა. ესე იგი, მე ვარ პროფესიით დავამთავრე სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი და ყოველთვის მაინტერესებდა ხელოვნების ძალიან ბევრი დარგი და ბევრ დარგში ესე წლების განმავლობაში მოვსინჯე ჩემი თავი. და მოკეთ ნელ-ნელა მივედი დასკვნამდე რომ ეს ანიმაცია აერთიანებს ხელოვნების ძალიან ბევრ დარგს, ფაქტიურად ყველას. და ამიტომ ეს იყო რაღაც იდეალური პროფესია ჩემთვის, ან თან ისეთი პროფესია რომ შეგიძლია ბევრი რაღაცა თვითონ შეითავსო და გააკეთო და ესე ვთქვათ შენი წარმოსახვა პირდაპირ მნიშვნელობით შეგიძლია გააცოცხლო. ამიტომ ძალიან დავინტერესდი ამ სფეროთი. რაღაცები ესე დავიწყე ნელ-ნელა ჩემით შესწავლა. მერე მაგისტრატურა დავამთავრე უკვე ნორვეგიაში მედია ხელოვნების მიმართულებით. და ამ ანიმაციის განხრით ესე ვთქვათ და უფრო გავაღრმავე ჩემი ცოდნა ამ მიმართულებით და ელენე, თუ შეიძლება გვიამბოთ თქვენი პატარა ხოჭოს იდეაზე, საიდან მოგივიდათ ეს იდეა რომ ანიმაციური ფილმი შეგექმნათ? დიახ, ესე იგი მე ძალიან მინდოდა რომ გამეკეთებინა ჩემი ნამუშევარი და სულ რაღაცა ეს ვეძებდი ინსპირაციას და ეს სწორედ ამ ფილმის იდეაც არის ესე ვთქვათ ყოველდღიური ცხოვრებიდან, ესე იგი თქვენც დაესწარით მას პრემიერას და ძალიან საყოფა ცხოვრება ყოველდღიური ცხოვრებიდან მაქვს ეს სიუჟეტი აღებული და სულ ვაკვირდები ხოლმე მოვლენებს ზოგადად ცხოვრებაში და საერთოდ ესე ვინიშნავ რა შეიძლება იყოს საინტერესო ფილმისთვის და ასე შემდეგ. და ეს ძალიან ისეთი პროცესია სხვა შორის, ანუ იმდენად შრომატევადია ფილმის გადაღება და იმდენად დიდხნიანი პროცესია და მარტო პროცესია, აი მარტო რჩები ხოლმე, აი იგივე სცენარის წერის დროს რაღაცა ისეთი თუ ძალიან არ გიღირს და ძალიან მნიშვნელოვანი არ არის ეს იდეა, კარგად უნდა დაფიქრდე, აწონდაწონო, აი რას აკეთებ, რომ მე არ ისა რა ქვია ეს სიხარულით უნდა აკეთო მოკლედ. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია. ელენე, რატომ მაინც და მაინც ხოჭო? დიახ, ესე იგი ეს პერსონაჟზე ძალიან დიდი ხანი ვიფიქრე, სხვა ესე იგი იდეა მომივიდა, ჯერ ფილმის იდეა მომივიდა და მე ვიფიქრე რომელი მწერი შეიძლება ამეღორო გამეკეთებინა ეს ფილმი ესე ვთქვათ და ძალიან დიდი ხანი ვიფიქრე და ავირჩიე ხოჭო, იმიტომ რომ ძალიან ესეთი სიმბოლური დატვირთვა აქვს ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში. და საერთოდ მე მეორე ნაწილის უკვე ფილმის რაც გადავიღე, აი ამ ზუსტად ეგვიპტურმა მითოლოგიამ მიკარნახა როგორ გამეგრძელებინა სიუჟეტი. ან ეგეც გახდა ჩემი ინსპირაციის წყარო. ამიტომ ეს შემთხვევით აღებული რა თქმა უნდა არ არის, აი ზუსტად აი ამ რაღაც ეგვიპტურ თემას მივაბი, ესე ვთქვათ და აი ამიტომ ავიღე ეს ხოჭო. ეხლა ასევე მინდა აღვნიშნო რომ ეს ხოჭოს ესე იგი არ აქვს არც სქესი, არც ასაკი და არც ეროვნება ამ ჩემ კონკრეტულ ხოჭოს, ესე ვთქვათ, ესეთ პერსონაჟად წარმოვიდგინე. ასევე მისი გარემო არის, აი როგორც ახლა ფონად ჩანს, ესე იგი არის ყვავილებიანი გარემო აქვს და სულ იცვლება, როგორც ფილმში ნახეთ, მისი გარემო, არ არის ერთფეროვანი და ესე იგი იდეა ამაში ჩავდე ის, რომ ესე იგი ადამიანს რა ხარ შემთხვევაში ხოჭოს, რა თქმა უნდა, სულ თან დააქვს თავის გარემო, თავის შინაგანი სამყარო, სადაც არ უნდა მოხდეს ჭირშილ ხინში, თავის შინაგანი ფერადი სამყარო, ყველგან თან დააქვს, რომელიც არის სულ მრავალფეროვანი და იცვლება. ელენე, დღეს თქვენი ფილმის ანიმაციური ფილმის ჩვენებაზე ძირითადად იყვნენ სკოლის მოსწავლეები. დიახ. ამის შესახებ დიახ, ძალიან მოხარული ვარ, ესე ვთქვათ, ქართველ მოსწავლეებთან მქონდა შეხვედრა, ძალიან საინტერესო ინტერაქციაც იყო და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მაყურებელთან უშუალოდ კონტაქტი და მაყურებლის გულისცემას რო გზნობდა რეაქციას, იმიტომ რომ სხვათა შორის ძალიან განსხვავდება სხვადასხვა ქვეყანაში, რაღაც სხვადასხვა რეაქცია აქვს ადამიანებს და რაღაც ეს ამით თითქოს რაღაც გულისცემას გზნობ მაყურებლის და მე ეს სხვათა შორის ინსპირაცია უკვე აი სამომავლოდ რა გინდა რომ გადაიღო, გააკეთო და ეს ძალიან მეხმარება აი მაყურებელთან შეხება. მაგრამ ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს კი ამ დღეს სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ, მაგრამ თვითონ ჩემი ფილმი ზოგადად არის ყველა ასაკისთვის, ანუ და ყველა ასაკის ადამიანმა შეიძლება რომ თავისი
გასაგები და ის დაიჭიროს იქიდან. ესე მგონია მე. ეს ანუ ძირითადი მესიჯი რა იქნება? ჩემი ძირითადი დიახ, ესე იგი მე რა თქმა უნდა, როდესაც ფილმს ვქნიდი და ამ პროცესში რა თქმა უნდა მე ჩემი ფილმს კი საერთოდ სცენარს ვწავწერდი და იდეა როცა მქონდა, ჩემი რა თქმა უნდა გარკვეული იდეა მაქვს, მაგრამ საერთოდ შემოქმედებას იცით როგორ რაღაც ახასიათებს, რომ შენ შეიძლება რაღაცა შექმნა, რაღაც იდეა ჩადო, მაგრამ მაყურებელმა აბსოლუტურად სხვა რაღაც დაინახოს და სხვა სიცოცხლე მიანიჭოს იმას. ამიტომ ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე მაყურებელი რას მეუბნება ჩემ ნამუშევრს, იმიტომ რომ რაღაც ახლებურად ცოცხლდება, სხვა ყველა ადამიანს ხო ინდივიდია და სხვადასხვა აზრი აქვს და ის. მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულად ჩემი მესიჯი, ამ შემთხვევაში ჩემი როგორც ამ პროექტის და ფილმის ავტორის არის, რომ ეს არის როგორ გითხრათ, რაღაცნაირად ეს ხოჭო არის იბზვის სიცოცხლისთვის და გადარჩენისთვის და ვფიქრობ, რომ მაყურებელმა შეიძლება რომ თავი გააიგივოს კიდეც ამ მიუხედავად ეს კი ხოჭოა, მაგრამ გადატანითი მნიშვნელობით თავის ცხოვრების გზას შეიძლება რაღაცა ძალიან საინტერესოა ნამდვილად. ხო, აი ესე და სხვათა შორის ზოგ მაყურებელს აი ფილმის ჩვენების მერე უთქვია ეს ჩემთვის და ისე მიხარია ხოლმე ეს მსგავსი კომპლიმენტია დიდი, იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ ძალიან შეეხო მაყურებელს და მართლა განიცადა ის ამბავი, რაც ჩავდა იმაში და ხო, ესე იგი მოგეთ აი ეს რა ცხოვრებისეული ის არის სირთულეები, მერე რაღაცა ის დაცემა, ჩავარდნა, ესე ვთქვათ და მერე იქიდან გამოსვლა, აი რაღაც ესეთ თემებზე რა, იმიტომ რომ ყველა ჩვენ ადამიანი ცხოვრების მანძილზე გავდივართ რთულ პერიოდებს. ხანდახან გვილხილს, ხან გვიჭირს და აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ სირთულის გადალახვა, აი რაღაც თავარი მესიჯი. ალბათ ხოჭოსაც იმედი ქონდა უფრო, ხო? დიახ, ესე იგი თქვენ როგორც ნახეთ, ეს პროექტი შედგებოდა 2 ნაწილისგან, ხო, ესე იგი პირველი იყო 1 წუთიანი, სადაც ვერ გადარჩა ხოჭო, ესე ვთქვათ და ამ 1 წუთიანი ფილმით მოვიარე სხვადასხვა ფესტივალები, სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა რეაქცია ქონდა მაყურებელს და ზოგს ეგონა რომ რაღაცა ვერ გადარჩა ხოჭო და ზოგს იმედი ქონდა რომ გადარჩება. ზუსტად აქედან მომივიდა მე ინსპირაცია რომ უნდა გადამერჩინა ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს განსაცდელი უნდა გადაელახა ამ იმას პერსონაჟს. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ ხო ესე ფილმის იდეა ძალიან მიჭირს, ესე ერთმნიშვნელად პასუხს ვერ გაგცემთ, რომ აი ეს იდეა ჩავდე, იმიტომ რომ მგონია რომ მრავალმხრივი ბევრი ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ და სხვადასხვა მაყურებელმა სხვადასხვა რაღაც დაინახოს და ასე შემდეგ. ამიტომ ხო, მთავარი იდეა ეს არის რაღაც ცხოვრებისეული სირთულეებზე და მათ გადალახვის ცდილობაზე და იმედის ქონაზე, რომ თუ იმედი გაქვს და რაღაცა აუცილებლად რაღაცა გადარჩები რა, ესე ვთქვათ, ხო. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ფილმებისთვის. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ესეთი დახვედრისთვის და ასეთი საინტერესო გამოცდილებისათვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის საქართველოში, ჩემს სამშობლოში. ფილმის პრემიერა. წარმატებები არა. მადლობა დიდი. მე კი მიმართავ ჩვენი კასპის მოსახლეობას, რომ შეუძლიათ 30 ნოემბრის ჩართვით მობრძადნენ კულტურის ცენტრში და ეზიარონ ხელოვნებას.